გადაცემას ტურიზმის სექტორით და სახელმწიფოს მხრიდან დაანონსებული მრავალმილიონიანი მარკეტინგული კამპანიებით ვიწყებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის ჯამში 7 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა გადაწყვიტა. კომპანია 2026-2027 წლებისთვის უნდა მოემზადონ და სწორედ ამ პერიოდს მოიცავს ეს კამპანია. ყველაზე მსხვილი ბიუჯეტი 4 მილიონ 140.000 евро ევროპის ბაზრისთვის მოიაზრება გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და სკანდინავია ამ ქვეყნებისთვის გამოიყო. მეორე ადგილზეა ახლო აღმოსავლეთი, კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, საემიროები, სადაც 1.8 евро დაიხარჯება. ხოლო ინდოეთის სწრაფად მზარდ ბაზარზე საქართველოს პოზიციონირებისთვის დაახლოებით 1 მილიონი დოლარით გათვალისწინებულია. ყველა ეს შესყიდვა გამარტივებული წესით ხორციელდება და მოიცავს როგორც ციფრულ მარკეტინგს და სატელევიზიო რეკლამას, ისე ბიზნეს შეხვედრებს, პრეს-ტურებსა და ეგრეთ წოდებულ როუდ-შოუებს, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ ამ ყველაფრის მიზანი ქვეყანაში მაღალმხარჯვაუნარიანი ვიზიტორების მოზიდვა. რამდენად აისახება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული სტრატეგია რეალურ ჯავშნებზე, როგორია კერძო სექტორის განწყობა და მზაობა და ამის მიღმა რა გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, მაის და ბიზნეს ტურიზმზე. ცხადია, ამ თემასაც აუცილებლად შევეხებით მიმდინარე და აქტუალურ თემებზე ვითელ ჯორჯიას ბიზნესის განვითარების დირექტორთან გურამ ავალიანთან ერთად განვაგრძობთ საუბარს, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. გურიკო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის ჩვენთან და პრინციპში იმდანად ბევრი თემა დაგროვდა ტურიზმში, რომ მინდა რომ რაღაცნაირად დროიდან გამომდინარე დავფაროთ ეს ყველაფერი და მინდა რომ რადგან სიახლე არის ჩვენთვისაც და გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაცია მარკეტინგულ დანახარჯებზე სამომავლო პერსპექტივაში, ამის შეფასება გთხოვოთ და ზოგადად რამდენად მუშაობს აი ეს მიდგომა, ეს მეთოდები, რამდენად ბიზნეს გაფრთხილება შემდეგ უკუგება ხელშესახებ ხელშეკრულებებში და კონტრაქტებში თარგმნილი და ზოგადად აი ამ ხარჯებს ასე ვთქვათ როგორ უყურებთ თქვენ, რამდენად გასაღებია ეს აუცილებლად? პირველ რიგში ვიტყვი მივესალმებ თქვენს მაყურებელს და მოგესალმები შენ. პირველ რიგში ვიტყვი ალბათ იმას, რომ თვითონ აქცენტები ბაზრების შერჩევის პროცესში საკმაოდ მისასალმებელია ჩემი აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი რეალობიდან და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, კონკრეტული ბაზრები ბევრად უფრო დიდ პოტენციალს ატარებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვიდრე ის ბაზრები, რომლებიც ჩვენს ყოველთვის საინტერესო იყო წლების მანძილზე. მე და თქვენ ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენი კომპანიაც გარკვეული წლების განმავლობაში დასავლეთ ევროპის ნაცვლად უკვე აღმოსავლეთ ევროპაზე აკეთებდა აქცენტს, გამომდინარე იქიდან, რომ ფრენის დრო იქ ნაკლები არის, უშუალოდ სტუმრების განწყობებიც და მზაობაც ბევრად უფრო დიდი არის. თუმცა, ჩემს ყოველთვის რთული არის წინასწარი პროგნოზის გაკეთება, გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური ინვესტიციების მიღმა განსაკუთრებით კორპორატიულ ტურიზმში ნაკადის შექმნის მთავარი საფუძველი არის სწორი შერჩევა. სწორი შერჩევა როგორც მომხმარებლის, ასევე საკონტაქტო პირის, რომელიც საშუალებას გასცემს, რომ წარადგინოს მიმართულება. შესაბამისად, ამ პროცესს თანხებთან ერთად გვაჩვენებს თვითონ ხარისხობრივობა იგივე ბაიერების. მაგალითისთვის მე ახლა ხან მივიღე ინფორმაცია ტურიზმის ადმინისტრაციისგან, რომ ატარებენ ტარიფას სამიტს აპრილში. რომ არ დაგიმალოთ, წინა წელს საკმაოდ ისეთი არ იყო იმდანად ეფექტური, როგორი მოლოდინიც გქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ბაიერები იყვნენ საკმაოდ კარგი ბაზრებიდან. ხო, პრიორიტეტულად იყო მაშინაც ბაზრები შერჩეული, ამასაც შეგვიძლია ხაზი გავუსვათ. უბრალოდ ბაიერების ხარისხი ჩემთვის ცოტა შეუსაბამო აღმოჩნდა, თუნდაც რეალიზებული პროექტისგან გამომდინარე და ზოგადად სეგმენტაციურ შესაბამისობაზე როცა ვსაუბრობ. თუმცა, როგორც გამიზიარეს, გარდა ამისა თვითონ ტარიფას ორგანიზატორებსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ და როგორც გვაცნობეს შეიცვალა ამ შემთხვევაში ბაიერთა სეგმენტაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ დამოკიდებული ჩვენს ლოკალურ პოლიტიკაზე, რომ არ დაგიმალოთ ზოგადად საკონვენციო მიმართულებები საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე თავის ხარისხობრივ ვარდნას განიცდის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ბევრი საერთაშორისო გამოფენა, რომელიც სანდოობით გამოირჩეოდა, იგივე M&I, იგივე ITB Berlin, იგივე IBTM Barcelona
გადაიქცა გარკვეულწილად, რასაც მე ვეძახი fake buyer-ების საჭიროა სივრცეთ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები სარგებლობენ იმ ბენეფიტებს, რომლებსაც ესეთი ტიპის ხანგრძლივები თავაზობენ და უბრალოდ ერთობიან ასეთ სივრცეებში. შესაბამისად, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ მისასალმებელია პირველ რიგში ის, რომ ეკონომიკური რესურსების რეინვესტირება ხდება ტურიზმში, მარკეტინგული აქტივობის და მიმართულების პოპულარიზაციის მხრივ. მაგრამ ვისურვებდით, რომ პირველი და მთავარი აქცენტი გაკეთებულიყო უშუალოდ ბაიერების შერჩევაზე და მათ ხარისხობრივ თანხმედრაზე ჩვენი ლოკაციის საჭიროებების მიმართულებით. აი ბიზნეს ტურიზმის თვალსაზრისით, ახლა ეს სამი ბაზარი, სადაც გაცხადებულად ვიცით, რამდენი დაიხარჯება, მათ შორის წამყვანი არის ევროპა, თუმცა არანაკლები არის ახლო აღმოსავლეთის და ინდოეთის მიმართულებებზე. მაისზე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში მაისთან ერთად მინდა რომ ბიზნესი გამოვკვეთოთ. ამ მხრივ ეს ბაზრები თქვენთვის რამდენად საინტერესოა და რამდენად ხედავთ, რომ შემდეგ ეს რაღაცნაირად აკუმულირდეს, თუნდაც ერთობლივი რასაც სახელმწიფო არაკეთებს, ვერაკეთებს, უკვე თქვენი შევსებით და ძალისხმევით, რომ რაღაცა ამ ბაზრებზეც მაის მიმართულება, ბიზნეს მიმართულება გააქტიუროთ. გულახდილად გეტყვით. ჩემი აზრით ცოტა რთული არის ახლა ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთზე, როგორც ბაზარზე, რომელიც დათარგეთებად შესაძლებელი არის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კი არ დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ბევრ მოქალაქეს აქვს კითხვა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს სიტუაცია, რომელიც ამ ბაზარზე არის კონკრეტულად. რაც შეეხება ინდურ ბაზარს, ინდურ ბაზართან ჩვენი კომპანია ნაკლებად მუშაობს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე. თუმცა ფრენების განიგიდან გამომდინარე და უშუალოდ ბაზრის სივრციდან გამომდინარე, მაინც როგორც ვიცი, სხვა კომპანიები საკმაოდ დიდ ბენეფიტს იღებენ ამ ყველაფრიდან. მეორე საკითხი არის უშუალოდ ხარჯვალწლუნარიანობა და ხარჯვალწლუნარიან ინდოელი ტურისტის სურვილი ჩამოვიდეს საქართველოში, მაგრამ საერთო ჯამში ასე თუ ისე გარკვეულ მასას ქმნის. რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთი, ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი არის თავისი არსით გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ფართო კორპორატიული სეგმენტი არსებობს, პრინციპში როგორც მთელ ევროპაში და მათი ინტერესები და მოლოდინები, როგორც ადრე გვაქვს ნასაუბრები, ძალიან ემთხვევა ჩვენს ადგილობრივ სტანდარტებს და შესაძლებლობებს. შესაბამისად, მე მაგალითად არასდროს არ მიჭირდა საერთო ენის გამონახვა ჩეხ პარტნიორებთან, უნგრელ პარტნიორებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თუნდაც პოსტსაბჭოთა გამოცდილება და თანამედროვე საზოგადოებრივი ინტერესები საერთო გქონდა ამ მიმართულებით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის ბაზარი, რომელშიც მე ვხედავ ყველაზე დიდ პოტენციალს ამ ეტაპზე. დანარჩენ ორზე, ერთი ფორს მაჟორში აქტიურად, მეორე კი მასას ქმნის, მაგრამ რამდენად ეფექტურს და შემოსავლიანს უშუალოდ აქტორებისთვის, მე მგონია, რომ იმ კომპანიებს უნდა ვკითხოთ, რომელიც ამ ბაზრებზე მუშაობენ უშუალოდ. ანუ ისევ მთავარი სტაბილურობის გარანტი და საყრდენი არის ევროპა, სადაც პრინციპში თქვენს გაცხადებულად გაქვთ დღიდან დაარსებისა გეზი და ორიენტირი აღებული და აი ამ ნაწილზეც მინდა რომ ვისაუბროთ დღეს ასე ვთქვათ გეოგრაფიულ არეალსაც რომ გადავხედოთ უფრო ფართოდ BTL-ის პორტფელი რა ქვეყნებს ფარავს რამდენად დაკორექტირდა ესეთ შექმნილი გარეთუში და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე და ბიზნეს ტურიზმზეც აქცენტი რომ გავაკეთოთ ამ ხრივ ასე ვთქვათ რა სერვისებს, რა შეთავაზებებს თავაზობთ დღეს თქვენ პარტნიორებს? როგორც მაგახსენება, ჩვენი სერვისები იყოფა ორ მიმართულებად. ერთი არის ბიზნეს ტურიზმი, ეგრეთ წოდებული ბიზნეს ტრეველი, რომელსაც თავაზობთ ჩვენ ადგილობრივ კორპორატიულ კლიენტებს. ეს სერვისები აერთიანებს პრინციპში როგორც მაის მიმართულებით full service corporate მომსახურებას. დაწყებული ბილეთებით, განთავსებით, ტრანსპორტირებით მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. გარდა ამის დატვირთულობიდან გამომდინარე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები, რომელიც გარკვეულ შუალედურგოლად ავიახაზების ჩასმასაც გულისხმობს. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის ამ მიმართულებით ვცდილობთ, რომ გარკვეული სტანდარტები შევქმნათ იმ ხრივ, რომ ხშირად გვიწევს გარკვეული კონსიერჟ სერვისების შეთავსებაც კი.
რაც იგულისხმება იმაში, რომ არასდროს არ ვცდილობთ რაღაცა სამი ძირითადი ბიზნეს ტურიზმის სერვისებით ლიმიტირებას ჩვენ მომსახურების, მხოლოდ ბილეთებით, ვიზა, ტრანსპორტირება, განთავსება არა. ნებისმიერი საკითხი, კონგრესზე რეგისტრაცია იქნება ეს თუ ადგილობრივ ლოკაციაში გარკვევა, ეგრეთ წოდებული destination management-ის საკითხში ყოველთვის ვცდილობთ რომ მიმართულებით მაქსიმალურად გავფართოვდეთ. ამისათვის ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ბაზა გავაფართოვოთ, რომლებიც უშუალოდ უწევენ ჩვენ სტუმრებს მასპინძლობას, იქნება ეს ჯგუფური ღონისძიება თუ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კორპორატიული ვიზიტი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. რაც შეეხება შემომყვან ბიზნესს, შემომყვანიც და პრინციპში გამყვანიც საინტერესოა ბიზნეს ტურიზმის თვალსაზრისით ორივეს ფარავთ, ორივე მიმართულებას და მოდი ორივეზე ვკონცენტრირდეთ. დღევანდელი შედეგები რიცხვებში გამყარებული, მათ შორის რასაც ახსოვს. ჩემთვის ძალიან მისასალმებელი გახდა ის, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში რეაქტიული მოთხოვნების, ანუ ისეთი მოთხოვნების, რომელზეც ჩვენი პროაქტიული მუშაობა აუცილებელი არ არის, რაოდენობა გაიზარდა. რაც ბევრად ცვლის სურათს იმ სკეპტიკურ განწყობებთან შედარებით, რაც გაგვაჩნდა დაახლოებით 1 წლის წინ. რაზეც ვსაუბრობდით მათ შორის აქტიურად ჩვენს ეთერებში. გამომდინარე იქიდან, რომ გაურკვევლობა და დესტაბილიზაცია არის ტურიზმის ორი მთავარი გამოწვევა, განსაკუთრებით ბიზნესის განვითარების მიმართულებით. როდესაც შენი აქცენტი და შენი ოპერირება თავიდან ბოლომდე მორგებული არის მომავლის ანალიზზე და მომავლის დაგეგმვაზე. ეხლა ის ფაქტი, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება მიგვეყო ისეთი მოთხოვნები, რომლებზეც არც გვიმუშავია, რომ ამ კომპანიებს დავკავშირებოდით, ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, რომ ამ კონკრეტულ ბაზრებზე, იქნება ეს ევროპა, იქნება ეს აზიის რამდენიმე ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცე, გვაქვს იმის იმედი, რომ თუ უფრო პროაქტიულები ვიქნებთ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბაზრის სხვა მოთამაშეების აქტივობასაც ყოველთვის მივესალმებით, ალბათობა იმისა, რომ უფრო მეტი ბიზნესი წამოვიღოთ, ბევრად უფრო დიდია. უშუალოდ ადგილობრივი ბაზრის მიმართებაში ცოტა სიტუაცია განსხვავებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნეს ტრაվել სერვისებით რამდენიმე ძირითადი სექტორი სარგებლობს ხოლმე საქართველოში. საბანკო, ფარმაცევტული, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციები და ხო, თუმცა აქედან ერთი რგოლი ფაქტობრივად აღარ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი. სამწუხაროდ ბიზნეს ტურიზმის ნაწილში ჩვენთვის ადგილობრივ ბაზარზე გამოიკვეთა მოთხოვნის ნაკლებობა, გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულ სეგმენტს უკვე სერიოზული შეზღუდვები გააჩნია, შესაბამისად ოპერირების ნაწილშიც მათი მოთხოვნა და კომუნიკაციის სიხშირეც არის ნაკლები. ძირითადად ვინც დარჩა და როგორ დარჩა, ეს არის საინტერესო. ვინ აქტიურობს ამ სექტორებიდან და ძირითადად რა ტიპის მომსახურებას ითხოვენ, რასაც თქვენ უზრუნველყოფთ უკვე შესაბამისად. მანამდე ალბათ ვიტყვი ერთ მაგალითს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის ძვირფასი და მეგობარი ორგანიზაცია არასამთავრობო, რომელიც ოპერირებდა საქართველოში, დაახლოებით 6 თვე არ ქონდა კომუნიკაცია და წელს შევეხმიანე, რომ მეკითხა როგორ ხართ, რატომ არ გვაქვს კომუნიკაცია, რამე თუ ყოფილულ ხომ არ ხართ და მოგვიცხადეს, რომ 20 თანამშრომლიდან მხოლოდ 3 დარჩნენ. შესაბამისად ეს უკვე მაჩვენებელი იყო ჩემთვის, რომ კლიენტის გული შეიძლება ჩვენთან რჩება, მაგრამ თვითონ კლიენტი უკვე აღარ არსებობს. ინდუსტრიებიდან ვიტყვი, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია ძალიან კარგად მუშაობს. ისევ რაღაც განვითარების სწრაფ ტემპებს იღებს gaming software development კომპანიები და IT მიმართულების კომპანიები. ეს ყოველთვის მისასალმებელი იყო ჩემთვის არა მხოლოდ ჩვენი ბიზნეს კონტექსტში, არამედ მაჩვენებელია იმის, რომ რაღაც ინოვაციური პროცესებიც არის დამოუკიდებლად, რაღაც სტარტაპების სახით ადგილობრივ ბაზარზე ქართველი ახალგაზრდები ახალ ბიზნესებს იწყებენ. ეს არის ბიზნეს ტურიზმის მიმართულებით ვსაუბრობთ. რომლის გატანასაც საერთაშორისო ბაზარზე ცდილობენ და თუ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი სერვისებით გარკვეულწილად ჩავერთოთ, ჩემს ყოველთვის ბევრად უფრო სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ძირითადად რა ტიპის, ასე ვთქვათ, ჯავშნები მოდის ხოლმე მათი მხრიდან? რამდენად არის ეს გრძელვადიანი, არის რაღაცა რამდენიმე დღიანი თუ მოკლე კორპორატიული ვიზიტები არის დაახლოებით 5-4. შეიძლება კომბინირებულიც იყოს რამდენიმე ლოკაციასთან.
და ნუ რა თქმა უნდა დამოკიდებულია უშუალოდ მენეჯმენტის რგოლზე, რომელიც მიდის, რა ტიპის ბილეთების საჭიროებას აქვთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენთვის ყოველთვის მაჩვენებელი არის კომპანიის მაგალითად ნებისმიერ კლიენტის წარმატების ის, რომ ბევრ ლოკაციაზე დაფრინავენ და არა ერთზე. ეს ახასიათებთ, ასე ვთქვათ, ქართულ კომპანიებს, რომ ერთ ქვეყანაში ერთ კონკრეტულ და მე ეს რამდენად უკვე მათ შორის მოიცავს ხოლმე არა მხოლოდ იმ კონკრეტულ, ვთქვათ, იგივე კონგრესზე თუ კონფერენციაზე, შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, თანდები, სხვა აქტივობებიც უკვე რამდენად გაჯერებული აქვს ხოლმე, ერთ დამატებით ბუსტი იქნება, ცხადია კომპანიისთვის. თუ ამ შემთხვევაში ცტრაკორ არის ცოტა ტენდენცია ამ ნაწილში, აი კორპორატიული კლიენტი რომ თავისი ბიზნეს ვიზიტებით რაღაც საქართველოში ქმნის ისეთ ტიპის პროცესს, რომელიც მე ჩვენთვის ღონისძიებაში გადაიზრდება, ძალიან იშვიათია. არის ეგეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ხდება უფრო 1-2 შეიძლება რამდენიმე წელიწადში, მაგრამ საერთო ტენდენციაზე საუბარი რთული არის, იმიტომ რომ მაინც მცირე ბაზარი შედის დიდ ბაზარზე, შესაბამისად მათი ოპერირება ყოველთვის კონცენტრირებულია ექსპორტზე, საკუთარი რესურსზე. საერთაშორისო მომხმარებელსაც მინდა რომ გადავხედოთ. ეხლა აღნიშნეთ, რომ გაქვთ ზრდის მაჩვენებლები, დადებითი დინამიკა წამოვიდა. აი, რა ქმნის ამ იმპულსს და ჩვენ შარშან ასე ვთქვათ, არც თუ ისე პოზიტიურ ნოტაზე როცა ვსაუბრობდით, იყო აქ თავარი წუხილი თქვენი მხრიდან, რომ ევროპას ვკარგავთ, რაც არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ბაზარი, 20 წელიან ბაზარზე გვაქვს გამუშავარი და ძალიან მტკივნეული იყო ბიზნესისთვის. ეხლა დაბრუნდა ევროპა თუ ჩანაცვლდა სხვა ბაზრებით. მოდი ასე ვთქვათ, ჩანაცვლების ხარისხი უფრო დიდი არის გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს თვითონ როგორც ბაზარი არის ძალიან პატარა. შესაბამისად, ნებისმიერი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც უბრალოდ მოთხოვნას ზრდის ჩვენი მიმართულებით, ყოველთვის აისახება პოზიტიურად როგორც ბაზარს, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, საერთო ჯამში ევროპა მაინც ინერტული არის, თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, არის 1-2, შეიძლება 5 პროექტი აქტიური წლის ჭრილში, მაგრამ ეს არ არის რაღაცნაირი საერთო ფონი, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. მაშინ ვინ ქმნის აი ამ ზრდის დინამიკაში წამყვანი როლი და პოზიცია ვისია? ჩვენთვის პოსტსაბჭოთა ბაზარი რჩება ისევ? კი. დიახ და საერთო ჯამში მგონია რომ ეს ცოტა უფრო განსხვავებული არის, რადგანაც ბაზარზე ბევრი კომპანია მუშაობს იგივე ინდურ სეგმენტზე, ჩინურ სეგმენტზე, ახლო აღმოსავლეთზე, შესაბამისად დღევანდელი რეალობა მათთვის უფრო გამომწვევი არის ამ ნაწილში. აი გრძელვადიან გეგმებით, მათ შორის უკვე თუ არის თუნდაც აი მოკლევადიანში და წლის ჭრილშიც რომ ვისაუბროთ, წამოსული ჯავშნება 2026-ს როგორ უყურებთ? მათ შორის ხო, პრინციპში არა სეზონზე ვართ თქვენთვის სეზონზე ხა და საინტერესო არის დინამიკა, ახლა მოთხოვნა მიწოდების როგორი ბალანსი. გულახდილი ვიქნები. ახლო აღმოსავლეთში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ ისე დაემთხვა ეს ყველაფერი, რომ ბიზნესის ნაწილის რელოკაცია მოახდინა საქართველოში, იგივე დუბაიდან, კატარიდან, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ამ შემთხვევაში ბაზრები კლიენტების ნაციონალურობა საკმაოდ მრავალფეროვანი არის ამ მოთხოვნების მიმართულებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვცდილობთ, რომ მთელი გუნდი არ ავყვეთ ეიფორიას და არ ვთქვათ, რომ ეს იქნება რაღაც სტაბილურად რეგულარული. ამიტომ ვიტყოდი ასე, რომ უჩვეულოდ კარგი მარტი და აპრილი გველოდება. გარდა ამისა ეს სრულად და ბოლომდე უკავშირებთ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს. მაგრამ ნუ ჩვენ უფრო ვართ როგორც კომპანია გამონაკლისი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამათ ფონზე ჩვენი ბევრი პარტნიორი კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, ირანის ბაზარზე, ისრაელის ბაზარზე, საკმაოდ დიდ ფინანსურ ზარალს იღებს. შესაბამისად, ამიტომ ვთქვი, რომ ეს არ არის სტაბილური ზრდა, ეს არის რაღაცნაირი ქაოტური გამონაკლისი, რომელიც მისასალმებელია, მაგრამ წლის ჭრილში თუ ვისაუბრებთ და მოდი ასე ვქნათ, მე მაინც ვცდილობ, რომ ამ რაღაცა უახლოესი 2 თვის პროცესის მივესალმო, მაგრამ საერთო რაღაც სტრატეგიაში გათვალისწინება ნაკლებად მოხდეს გამომდინარე იქიდან, რომ საერთო ფონი ზრდის
უფრო ნელი არის, ვიდრე შეიძლება ჩანდეს. თუმცა ლეჟა ტურიზმისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, აქ პირიქით ბუსტია და მამოძრავებელი ზრდის და განსხვავებულად მოქმედებს რყევები თუ გეოპოლიტიკური ძვრები თქვენზე. აი რელოკაცია ახსენეთ და ძირითადად ასე ვთქვათ, ეს ეხება არაბეთის ქვეყნებიდან გადმომისამართ და რაღაცა ბიზნეს ტურები, იგივე მაის ღონისძიებები, კონგრესები თუ სხვადასხვა კონფერენციები, თუ მათ შორის ზოგადად ასე ვთქვათ, იგივე რეგიონის ქვეყნებშიც უფრო უსაფრთხო და აგიქვეს თუნდაც თურქეთთან შედარებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა. თუ ეს არის სწორხაზოვნად არაბული სრული ფორს მაჟორისგან მიღებული ბენეფიტი არის თავიდან ბოლომდე. ანუ ღონისძიებები, რომლებიც იყო დაჯავშნილი ახლო აღმოსავლეთში და ფაქტიურად ინვესტირებული იყო თანხა, კომპანიებს ხშირად უფრო რთულად და მეტი უჯდებათ, რომ გააუქმონ ესეთი ტიპის ღონისძიება, ვიდრე რელოკაცია მოახდინონ. შესაბამისად, ეს არ არის ახალი მოთხოვნები. ეს არის დაკარგული მოთხოვნები, რომლებიც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე გადმოვიდნენ ჩვენთან. ჩვენ რამდენად მზად ხვდებით ამას? აი ახლა, აი ამ ნაკადისთვის რამდენად გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავუმკლავდეთ? ეიფორია არის ჩემთვის ყველაზე დიდი კონცერნი. მაგრამ ამის ფონზე ჩვენ როგორც კომპანია 12 წლიანი გამოცდილების, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ასე ჩვენი სარნო პარტნიორები რამდენიმე მზად არის, მაგრამ თუ ინდუსტრიაზე ვისაუბროთ, უნდა გვესმოდეს ის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევები ზოგადად გვაქვს ინდუსტრიაზე და ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მე და თქვენ გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ინდუსტრიაში უკვე კონკურენციის დონე ძალიან მაღალი არის, ამის ფონზე სერვისის დონე მაინც არ იზრდება, ტრანსპორტირების სერვისში კიდევ რამდენიმე კომპანიის მონოპოლია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად მზაობა არის, მაგრამ შრომას მოითხოვს. მით უმეტეს, როდესაც ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური ერთ კვირაში უნდა დაორგანიზდეს 6 თვის ნაცვლად. ძალიან დიდი მადლობა. დრო აღარ გვაქვს ამ თემას დავაკვირდებით ჩვენს მომენებს და აუცილებლად გავშლით. შემდეგ უკვე იმ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, ეფექტიდან გამომდინარე, რასაც მიიღებს იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ დასრულდება მანამ, თუმცა იმედია რომ ასე ვთქვათ გრძელვადიან პერსპექტივაშიც ეს ზრდა თქვენი მიმართულებით გაგრძელდება და არ იქნება რაღაცა მოკლევადიანი შოკის ეფექტი ამ შემთხვევაში ამ ინდუსტრიაზე. მადლობა. გურამ ავალიანი BTL Georgia's ბიზნესის განვითარების დირექტორი იყო ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმარი.